მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ შესახებ, მე კი მისი წამყვანი მარიამ თევდორაშვილი გახლავართ. პოდკასტის შესახებ გაგაცნობთ ძალიან საინტერესო ადამიანებს, მოგიყვებათ საინტერესო ისტორიებს, განვიხილავთ განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ძალიან გაგვიხარდება თუ გამოიწერთ ჩვენს გვერდს, ასევე დაგვიწერთ კომენტარებში შეფასებებს, აზრებსა და იდეებს, გარდა ამისა თემებს, რომლებზეც გსურთ რომ ვიმსჯელოთ. დღეს ვისაუბროთ თემაზე, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირად იგნორირებადია. მე საკუთარი კომპლექსების წინააღმდეგ. ყველას გვაქვს რაღაც, რაც გვაბრკოლებს ან გვაშინებს, თუმცა იშვიათად თუ საუბრობთ ამაზე. სწორედ ამიტომ დღევანდელი ჩვენი პირველი ეპიზოდის სტუმარი არის ძალიან საინტერესო ადამიანი, პოზიტიური და ტრანსკულტურული მიმართულების ფსიქოლოგი მარიამ ბაცურია. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობ, როგორც უკვე აღვნიშნე. სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩემი პირველი კითხვა იქნება საკმაოდ ლოგიკური და მინდა რომ ცოტა დასაწყისიდან დავიწყო. ალბათ ხალხის უმრავლესობას ერთხელ მაინც უთქვამს ცხოვრებაში ასეთი ფრაზა, რომ მე მაქვს კომპლექსი. თუმცა რეალურად არ ვიცით ეს რას ნიშნავს. შესაბამისად, ძალიან მაინტერესებს, რას ნიშნავს კომპლექსი, როგორ განისაზღვრება ეს სიტყვა თქვენი როგორც ფსიქოლოგიის ენაზე. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, წარმატებებს უსურვებ პოდკასტს და ჯერა რომ, ასე ვთქვათ, იმ დასახუმისნებს აუცილებლად მიაღწევთ, რაც გსურთ. რაც შეეხება კომპლექსს, კი, როგორც თქვი, ესეთი ტერმინია საკმაოდ მოხმარებადი საზოგადოებაში და ყველას თავისი წარმოდგენა და შინაარსი უდევს ამ ტერმინის უკან. თუმცა თუ შევეხებით ფსიქოლოგიურ განმარტებას, ვიტყოდი, რომ ეს ტერმინი მიეკუთვნება და ასე ვთქვათ, ითვლება როგორც კარლ იუნგის ტერმინად და მისი განმარტებით ეს არის გამოცდილებების, აზრების, ემოციების ერთობლიობა, რომელიც ჩვენს ქვეცნობიერში ინახება და შემდგომ ეს ახდენს ჩვენს ქცევაზე გავლენას. მაგრამ ცოტა მარტივი განმარტებაც რომ თქვა და გასაგები რომ იყოს უფრო მეტად რა იგულისხმება ამ ყველაფერში, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის აფექტური ემოციურად დატვირთული შინაარსები, რომლებიც ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გვაქვს ადამიანებს. და მოკლედ კომპლექსი უკვე შეიძლება ჩაიშალოს უამრავი სახის კომპლექსი არსებობს და ამაზე შეგვიძლია რომ მე გავაგრძელოთ საუბარი. ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდები, იმიტომ რომ მაინტერესებს რაღაცა კონკრეტული კუთხის კომპლექსებზე საუბარი, თუმცა მანამდე მინდა ესეთი მაგალითი მოვიყვანო, ალბათ ძალიან ცხოვრებისეული არის. ადამიანი იმყოფება რაღაც სოციალურ სიტუაციაში, აი უცხო ადამიანების წრეში, ალბათ ბევრს ქონია მსგავსი შემთხვევა და რაღაც სურს რომ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაზე თავისი აზრი დააფიქსიროს. თუმცა რაღაც გარკვეული მიზეზით ის თავს იკავებს. რატომ? იმიტომ რომ ფიქრობს, ამ ადამიანებს ჩემი აზრი მოეწონება და რას იტყვიან ისინი. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე მე პირადად რომ შესაძლებელია ეს იყოს რაღაცა წამიერი თავდაუჯერებლობა. თუმცა შიგადაშიგ მებადება აზრი ხოლმე რომ ხომ არ არის ეს რაღაც უფრო ღრმა, აი თუნდაც მაგალითად კომპლექსი. აი როგორ უნდა გავავლოთ საზღვარი კომპლექსსა და უბრალოდ თავდაუჯერებლობა შორის? ხო, ნახე, აი დაურწმუნებლობას და საკუთარ თავში, ასე ვთქვათ, იმ მომენტში, როცა არ გჯერა საკუთარი თავის რაღაც კონკრეტულ მომენტში და კომპლექსს შორის შეიძლება ზღვარი გაივლოს, თუმცა რა მაგალითიც ახლა შენ მოიყვანე, ასე ვთქვათ, თუ ეს არის მუდმივი, ხანგრძლივი და აბსოლუტურად შეიძლება მეორდებოდეს ძალიან ბევრ სიტუაციაში, ამ შემთხვევაში ეს შეიძლება რომ მიეწეროს კომპლექსს და ზღვარი რომ გავავლოთ აი ამ სიტუაციურ დაურწმუნებლობასა და კომპლექსს შორის აი თვითონ სიტყვა სიტუაციურიც ხო? აი დაურწმუნებლობას შეიძლება კომპლექსი მოიცავდეს, ან უფრო ვიწრო საკითხია და შეიძლება რომ კონკრეტულ სიტუაციაში საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო. მაგალითად, არ ვიცი, გამოცდაზე გადიხარ და წინა ღამით კარგად ვერ იმეცადინე. და დილით არ გჯერა ბოლომდე, რომ შენ შეიძლება ამას და დაწერ კარგად. თუმცა რაღაცა ერთი თვის მერე სხვა გამოცდაზე გადიხარ და იქ რაღაცა ჩადე შენი რესურსი იმეცადინე და გაქვს გრძნობა რომ კი რატომაც არა მოვერევი. ამ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ეს ზედაპირულ დაურწმუნებლობაზე ვისაუბროთ კონკრეტულ სიტუაციაში, როცა არ გჯერა ბოლომდე, არ ხარ დარწმუნებული, მაგრამ კომპლექსის შემთხვევაში ეს ბევრად უფრო ღრმა შინაარსს მოიცავს და ამ შემთხვევაში შეიძლება წლების განმავლობაში ადამიანს ჰქონდეს განცდა
რომ არ არის საკმარისად კარგი, რომ არ არის საკმარისად ჭკვიანი, რომ დაწეროს ეს გამოცდა და ეს მუდმივი ხასიათის არის ხოლმე. და ეს არის ის რასაც განასხვავებს, ასე ვთქვათ, რაც განასხვავებს ამ ორ კომპლექსსა და თავდაუჯერებლობას შორის. მარიამ, აი სულ მაინტერესებდა კომპლექსთან დაკავშირებით, როდესაც ვისაუბრებდით, ასეთი კითხვა დამესვა, რომ არსებობენ ისეთი ბედნიერი ადამიანები, რომლებსაც კომპლექსი შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ, ან თუ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შესაძლებელია კომპლექსი კონდეთ უბრალოდ გარეგნულად იმდენად თავდაჯერებულები იყვნენ, იმდენად დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ თავში, რომ თვითონაც კი ვერ ხვდებოდნენ, რომ შინაგანად რაღაც აწუხებს, თუმცა ამის დანახვა თვითონაც არ შეეძლო. თუ აი ესეთი შემთხვევები. კი, მოკლედ დავიწყებ საიდან, რომ რეალურად მე ვთვლი, რომ არ არსებობს უკომპლექსო ადამიანი, უბრალოდ აქ მივდივართ იმ საკითხამდე, თუ რამდენად შემაწუხებელი შეიძლება იყოს კონკრეტული ასე ვთქვათ კომპლექსი და რამდენად მიშლიდეს მე ხელს არსებულ გარემოსთან ადაპტაციაში. და შენ როგორც თქვი, რომ შეიძლება ისეთი შემთხვევაც კი იყოს, როდესაც გაუცნობიერებელია ეს ყველაფერი და ძირითად შემთხვევაში კომპლექსები გაუცნობიერებელია ხოლმე და ჩვენ ვხედავთ იმ შედეგს, იმ ქცევას, რომლის საფუძველშიც ეს კომპლექსია. აი როგორც თქვი, რაღაცა ეს ჩვენი შინაარსები შემდგომ ვლინდება ქცევაში. და ეს ქცევა მაგალითად შეიძლება იყოს ისეთი, აი მაგალითების სახით, მაინც მიყვარს უფრო კარგად გასაგები ხდება ხოლმე საზოგადოებისთვის, რომ მაგალითად ვარ წარმატებული ადამიანი, რაღაცა ჩემი, არ ვიცი, ბიზნესი მაქვს თუ არა აქვს მნიშვნელობა, რაღაც ჩემს სფეროში ვარ წარმატებული ადამიანი და მიწვევენ გადაცემებში და ყოველთვის გადაცემას, ასე ვთქვათ, ვეუბნები უარს. და არ მივდივარ არც ერთ გადაცემაში. ამას შეიძლება განმარტავდა ისე, რომ მაგალითად არ მიყვარს კამერასთან მუშაობა, ან ასე შემდგომ. და რეალურად რა იმალება ამის უკან, ანუ მაქვს დისკომფორტი თუნდაც, ხო, კამერის წინ როდესაც ვდგავარ. ეს დისკომფორტი არის სიმპტომი, რომელიც ჩანს, ქცევაში ვლინდება, ვამბობ უარს. მაგრამ ამის უკან აუცილებლად იმალება რაღაც შინაარსი, რომელსაც მე ამ ქცევამდე მივყავარ. და აი ეს შინაარსია ზუსტად ის კომპლექსი, რომელიც შეიძლება ვთვლიდე, რომ რაღაცა და ვფიქრობდე, რომ აი რამე სისულელე არ ვთქვა, ხო? ან როგორ გამოვიყურები კამერასთან და აი ეს არის ის შინაარსი, რომელიც გაუცნობიერებელი შეიძლება იყოს და ამ დროს ქცევაში ამ სახით ვლინდებოდეს ეს კომპლექსი. და კიდე ერთი შეკითხვა, რაც თქვი, რომ მაგალითად შეიძლება გარეგნულად ძალიან თავდაჯერებული ჩანდეს ადამიანი და ამ დროს სრულიად არ იყოს შიგნიდან. კი, ესეც ხდება და ხშირად არის, როდესაც ჩვენ გვგონია, რომ აი ალბათ გვინახავს და ან ვიცნობთ კიდეც ადამიანებს, რომლებიც მუდმივად საკუთარ თავზე საუბრობენ, რამდენი რამ შეუძლიათ, საკუთარ ძლიერ მხარეებს გადაჭარბებულად გამოხატავენ და, ასე ვთქვათ, აჩვენებენ სხვა ადამიანებს, ხო? რაღაცა ტრაბახსაც ვეძახით ხოლმე ამას. ამ შემთხვევაშიც შეიძლება, რომ ამის უკან რეალურად იმალებოდეს არასრულფასოვნების განცდა და ამით ვცდილობდე მე, რომ შევივსო ეს ყველაფერი, ამიტომ შეიძლება, რომ იმიჯმა რაღაცამ მოგვატყუოს, ესე რომ ვთქვათ და შეგვიქმნეს შთაბეჭდილება, რომ ძალიან თავდაჯერებული ადამიანი. მარიამ, შენ შეეხე ჩემთვის ძალიან ნაცნობ სიტუაციას და რატომ გეტყვი? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მოხსენებები, ლექციების წაკითხვა და ვარ ლექტორიც და ვთქვა, არაერთ გადაცემაში ვყოფილ ვარ მიწვეული სტუმრად, უარი რა თქმა უნდა არ მithქვამს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან მიყვარს ეს პროცესი. თუმცა, როდესაც საქმე მიდგება აი კამერასთან ურთიერთობაზე, მექნება დისკომფორტი. აი ახლაც ვფიქრობ, რომ შეიძლება, ანუ რატომ, იმიტომ რომ ჩემს ჩანაწერს ბოლოს არასდროს ბოლომდე არ ვუყურებ ხოლმე ეკრანზე. რატომ? იმიტომ რომ მგონია რომ მაგალითად სხვანაირად ვჩანვარ იმასთან შედარებით, ვიდრე რეალურად ვარ. რაღაცა ნაკვთები ესე არ მიჩანს, ეს პროფილი ესე არ მომწონს, ის ასე და სწორედ ამიტომაც ძალიან ხშირად თავს ვუყავებ ხოლმე ფოტოების გადაღებისგანაც. თუმცა მე ვიცი რომ ეს არის ჩემი უარყოფითი თვისება და ძალიან მინდა რომ მე ამ თვისებაზე გავიმარჯვო და ვთვლი რომ ეს პოდკასტიც სწორედ ამაში დამეხმარება რომ ასე ვთქვათ მე ამ წინ წავიწიო. მაინტერესებს, ანუ რა გამოდის, რომ კომპლექსი მაქვს, შემიძლია ვთქვა, თუ ეს უბრალოდ თავდაუჯერებლობაა დროებითი. ხო, იცი რა არის? მე ვფიქრობ, რომ შენ გაიმარჯვე. იმიტომ რომ ეხა ძიხარ კამერის წინ და წერ გადაცემას, რაც პირდაპირ გვაჩვენებს იმას, რომ შენს შის თუ რას დავარქმევთ ამას, უპირისპირდები და სუსტად აქ იწყება ეს ყველაფერი, ხო, ნაბიჯის გადადგმის იმისკენ, რაც ჩვენ გვაშინებს და რაც გვაფრთხობს, რაც შფოთვაში გვაგდებს. პირიქით შფოთვისგან გაქცევა იქნებოდა მაშინ ის, რომ რაღაცა
ამ შემთხვევაში შენ არ უპირისპირდები ამ ყველაფერს და მასთან მეგობრობას არ იწყებ, ესე ვიტყოდი და შენ და შემეკავებინა სიტყვაზე და მე თქვა რომ რადგან არ მომწონს, ესე იგი მე არ დავიწყებ ამას, ანუ ეს იქნება და უფრო ცუდი. ანუ მე სწორ და კარგ გზას ვადგავარ, ხო? ასე უფრო გაამძაფრებდი ამ შფოთვას, იმიტომ რომ რაც უფრო გაურბიხარ იმას, რაც შენ შეიწოვს შფოთვას, ამით გონია იმ მომენტში რომ შფოთვას ვამცირებთ, ხო? მგონია რომ всё, გავეკეთე, აღარ გადავიღებ და აღარ მაქვს. რეალურად პირიქით ტვინმა დაიჯერა რომ მართლა ეს საფრთხეა, ეკრანის საფრთხეა და მოდი საერთოდ აღარ ჩავწერ და შემდეგ ჯერზე კიდევ უფრო გაძლიერდება ეს შფოთვა. ამ შემთხვევაში შენ იმ გზაზე გახარ, სადაც ასე ვთქვათ, ნელ-ნელა იწყებ აი ამასთან გამკლავების პროცესს. სამიხარია. შენგან ასეთი ეს ვთქვათ, ნათქვამი შენგან. მოკლედ, ეხლა შემაინტერესებს შემდეგი კითხვა. აქედან გამომდინარე, აი რატომ არის მარიამ ზოგისთვის საკუთარი თავის სიყვარული ასეთი რთული? ზოგი ადამიანისთვის. ხო, ღრმა თემაა. მაგრამ მოდი მე ჯერ ამ ესე ვთქვათ, შეკითხვით დავიწყებ, რომ აი რა არის საკუთარი თავის სიყვარული. ძალიან ტრენდულია, ხო, ეხლა ყველგან გვხვდება, სადაც შევალთ, Facebook-ზე, YouTube-ზე თუ ასე შემდგომ, სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი მოწოდება თუ რას დავარქმევთ, რომ აი შეიყვარე საკუთარი თავი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში აი რა იგულისხმება ამ საკუთარი თავის სიყვარულში, კარგად ვერ ვხედავთ და რაღაცა მე ზღვარის გავლებაც გვიჭირს ხოლმე, რომ ეს რა არის, რომ იყო ეგოისტური სიყვარული საკუთარი თავის, რომ მუდმივად მარტო ჩემს საჭიროებებზე და მარტო ჩემს მოთხოვნილებებზე ვიყო მორგებული თუ და დავივიწყო სხვა ყველაფერი, ყველას არა ვუთხრა, ხო, ეს არასთქმაც ძალიან ისეთია. მაგრამ ნახე მე მოდი იქიდან გამომდინარე დავიწყებ, რასაც მე ვფიქრობ ამ ასე ვთქვათ ცნებაში საკუთარი თავის სიყვარულში. მე ვფიქრობ რომ ეს არის ის რომ შენ შეგეძლოს საკუთარი თავის მიღება უპირობოდ. მიიღო შენი თავი ისეთი როგორიც ხარ და შესაბამისად თუ მიღებული ყავს, აღიარებული ყავს ასე რომ ვთქვათ შენი თავი ამ შემთხვევაში გიყვარს საკუთარი თავი, ხო? შენი სუსტი მხარეებით, შენი ძლიერი მხარეებით. და თუ უპირობო სიყვარულზე ვსაუბრობთ საკუთარი თავის ჩავდივართ ბავშვობაში, სადაც რატო ხდება ახლა ის, რომ მიჭირს, როცა უკვე ზრდასრული ვარ, რომ შევიყვარო, მივიღო საკუთარი თავი. საკუთარი თავის მიღება იქიდან იწყება, სადაც მე ვარ პატარა და პირველ რიგში რა ხდება? თუ მე იქ ბავშვობაში დამაკლდა უპირობო სიყვარული, რომელიც უნდა მიმეღო მშობლების მხრიდან, ხო, იმ საყვარელი ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩემს გარშემო არიან, და როცა ყველაზე მეტად მჭირდება ეს, იმიტომ რომ მოვდივარ აბსოლუტურად უცხო გარემოში, ხო? ჩემთვის ყველაფერი შეუცნობელია და მჭირდება უსაფრთხოება, მჭირდება ადამიანი, რომელიც მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ. და მე თუ აქ არ ვიგრძენი ეს უპირობო სიყვარული და ჩვენ მშობლებს ხშირად ასე ვთქვათ, ჩვენ მშობლები ხშირად ვუწესებთ პირობებს შვილებს, რომლის მიხედვითაც ვაგრძნობინებთ სიყვარულს, რომ შენ თუ კარგი გოგო იქნები, შენ თუ კარგად ისწავლი, მაშინ გაჯილდოვებ, მიყვარხარ და ამ დროს გამოვხატავ შენს მიმართ სიყვარულს, მაგრამ აი მაგალითად მიიღე ორიანი, რას ვაკეთებ, გაკრიტიკებ. და ამ შემთხვევაში უკვე მე ვსწავლობ მშობლებისგან, რომ მშობლებს როგორც ვუყვარდი, ანალოგიურად ვთვლი, რომ მაშინ ესე ვარ მე საკუთარ თავი, ესეთი უნდა შევიყვარო, ესეთი უნდა მივიღო და არა ისეთი, როგორიც ვარ ჩემი, თუნდაც სუსტი მხარეებით და შეცდომებით და ასე შემდგომ. ამიტომ იქ თუ დამაკლდა, მე უკვე ძალიან რთული ხდება, რომ ეს ყველაფერი ამოვივსო და მივიღო, არ არის შეუძლებელი, რა თქმა უნდა. თუმცა არის გარკვეული ეტაპები ცხოვრებაში განვითარების, სადაც რაღაც უნდა განვითარდეს მაქსიმალურად სწორად და ეს არის ბავშვობა, სადაც ეს უპირობო სიყვარულის განცდა უნდა მივიღო მშობლებისგან. მე რთული ხდება. აი სირთულეს რომ. ხო, მშობლების და ოჯახის თემა ძალიან მაინტერესებს ჩვენს თემასთან მიმართებაში კომპლექსებთან, თუმცა ამას ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდები. მანამდე მარიამ ახსენე ძალიან საინტერესო რომ ბავშვობის ასაკი და ჩემი გადმოსახედიდან ვთვლი, არ ვიცი რამდენად სწორი ვარ, რომ კომპლექსები მაინც ალბათ ბავშვობის ასაკიდან ყალიბდება, როცა პიროვნულად ფორმირდება ადამიანი, ემოციური ჩარჩოები ილექება, თუნდაც თვითშეფასების შეგრძნებები და თან ამ ასაკში, ანუ იმდენად განცნობიერება არ არის ჩამოყალიბებული და ბავშვები ვერ იაზრებენ ერთმანეთს რას ეუბნებიან, რომ შეიძლება ამან ჩამოაყალიბოს კომპლექსი. და რატომ? იმიტომ რომ მქონია ესეთი მაგალითი ცხოვრებაში,
ორჯერ თუ სამჯერ დაახლოებით, ჩემი სკოლის ასახში, ჩემი ახლობელი გოგო მოსულა ჩემთან და უთქვამს, რომ თავის მას კლასელმა შეურაცხყოფა მიაყენა თავის გარეგნობასთან დაკავშირებით. როგორც მახსოვს უთხრა, რომ მაგალითად როგორი დიდი ცხვირი გაქვს და როგორ გასუქებულ ხარ, როგორი მსუქანი ხარ. ამის მერე ეს გოგო დიდი ხნის განმავლობაში მუდმივად სარკეში იყურებოდა, უკმაყოფილო იყო საკუთარი გარეგნობით და სულ ნაკს ეძებდა. აი, მაინტერესებს ჩემი შემდეგი კითხვა ასეთია, მარიამ, რატომ არის, რომ ბავშვობაში ნათქვამი ერთ ფრაზას კი შეუძლია რომ ჩვენზე ადამიანებზე ამხელა გავლენა მოახდინოს და აქვე ვიტყოდი კიდევ დავამატებდი ერთ კითხვას რომ რატომ არის რომ აი ერთ ფრაზასაც კი თუნდაც ყოველდღიურობაში რო ავიღოთ აი როგორ გასუქდი როგორ გახდი რატომ შეუძლია რომ ჩვენზე ამხელაზე გავლენა მოახდინოს მოკლედ როგორი თემა ცურცული ცოტა ნახე ბავშვობა როგორც თქვი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი სადაც აი თვით შეფასება ყალიბდება ხო თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ კომპლექსი თუნდაც ზრდასრულ ასაკში ახალი კომპლექსი გაჩნდეს. აი ვიღაცა მითხრა, რაღაც საერთოდ არ შემიმჩნევია ჩემ თავზე და ვიღაცა კლასელმა მითხრა, როგორც შენ თქვი, რომ გასუქდი და ასე შემდგომ. და დავიწყე ამისკენ ჩემი ყურადღების მიმართვა და გაჩნდა ახალი კომპლექსი ჩემი გარეგნობის, ჩემი ასე ვთქვათ, ფორმების თუ ასე შემდგომ. მაგრამ აი ჩემი დამოკიდებულება როგორია ამის მიმართ, რომ რეალურად კი ამ კომპლექსს მივაწართ რაღაც გარდატეხის ასაკში გაჩნდა და თითქოს აქედან დაიწყო, მაგრამ როგორც აი სახლში ძალიან მნიშვნელოვანია რომ საძირკველი იყოს, ასე ვთქვათ, ძლიერი და კარგი, ხო? ასე არის ადამიანშიც. თუ საძირკველი ანუ ბავშვობაში ყველაფერი სწორად მიდიოდა, ჯანსაღად მიდიოდა და თვით შეფასება, ასე ვთქვათ, თვით შეფასებისთვის ჯანსაღი გარემო შეიქმნა, ხო? ამ შემთხვევაში მე მყარი ვარ იმისთვის, რომ როგორც სახლში პატარა ბზარი მერე ვეღარ გააჩენს საფრთხეს იმხელას, ხო, როდესაც საძირკველი მყარია, ანალოგიურად მე ვარ უკვე მყარ პოზიციაში და ის პატარა რაღაცა კრიტიკა თუ შენიშნა თუ თუნდაც კომპლექსი გაჩნდა, ჩემს პიროვნებას იმ ხელა საფრთხეს ვეღარ შეუქმნის. ამიტომ მაინც ჩავდივართ ბავშვობასთან, გვინდა არ გვინდა ვერ გავექცევით, რომ მნიშვნელოვანია რომ იქ საფუძველი იყოს მყარი და შემდგომში უკვე ეს იმ ხელაზიანს მე ვეღარ მომაყენებს. ანუ ამ ყველაფერში, როგორც ფიქრობ მე, ძალიან დიდი როლი აქვს ოჯახსა და მშობლებს. სწორედ აქედან გამომდინარე, მარიამ, აი მაინტერესებს შეუძლიათ რომ რაღაც უნებურად შექმნან, თუმცა ოჯახმა, მშობლებმა ეს კომპლექსი, აი მაგალითად წეღან აღნიშნე, რომ თუმცა ძალიან ხშირად გამიგია, რომ მშობლები რომ მეუნებიან საკუთარ შვილებს, აი შენ რატომ მიიღე საკონტროლო წერაში მაგალითად 8 და შენმა კლასელმა ანამ რატომ მიიღო 10-იანი. აი ამ კრიტიკამ შესაძლებელია რომ ჩამოუყალიბოს ადამიანს კომპლექსები. ხო, ნახე, ბავშვის ტვინი, აი შენ მახსოვს სიტყვაც თქვი, რომ ბავშვობაში ნათქვამი სიტყვა რაღაცა როგორია. ბავშვის ტვინი არის განსაკუთრებით მოგრძნობიარე განსიტყვების შეფასების მიმართ. იმიტომ რომ იმ ასაკში ან მე როცა ვიბადები, ბავშვი როცა იბადება, არ იცის ვინ არის, არ იცის როგორია და ამას იყალიბებს, ანუ საკუთარი თავის აღქმას იყალიბებს უკვე გარშემო მყოფი პირებისგან მიღებული უკუკავშირით და არა მარტო უკუკავშირით, მაგალითით, ხო, როგორი როლური მოდელი მყავს, რომ ვუყურებ რას აკეთებს, რას ამბობს საკუთარ თავზე და აი ამ ყველაფერზე დაკვირვებით რეაქციებზე დაკვირვებით, მე რო ჭიქა გავტეხე რა მითხრეს. ამაზე დაკვირვებით ვიყალიბებ უკვე როგორი ვარ. და შესაბამისად ეს ხდება ძალიან, ასე ვთქვათ, გრძნობიარე ტვინი ხარშავს ამ ყველაფერს რო წარმოვიდგინოთ და ძალიან აინტერესებს, იჭერს, რას ეტყვი, როგორ შეაფასებ. უნებურად ყალიბდება ძირითად შემთხვევაში, იმიტომ რომ იცი რა, არც ერთი მშობელი არ არის ვალდებული რომ იყოს ფსიქოლოგი, ხო? და ძალიან, ასე ვთქვათ, რაღაც დიდ ცოდნას მოითხოვს ის, რომ შენ სწორად მივუდგე და ასე ვთქვათ, სწორი გარემო პირობები დაახვედრო ბავშვს. და ხშირ შემთხვევაში მშობელს რომ მკითხავ, ყველას უყვარს საკუთარი შვილი, ხო? ყველა გიждდება საკუთარ შვილზე, მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა, ძალიან უჭერთ რომ უპირობოდ მიიღონ და აგრძნობინონ უპირობო სიყვარული. რა იცი რა, შენ რო დააშავებ რაღაცას, შენ რო გატეხავ რაღაცას, მე მაშინაც მიყვარხარ. ეს არ ნიშნავს რომ მე არ მაქვს საზღვრები შენთან და არ ნიშნავს იმას რომ მე შენს ყველა ქცევას ვაღიარებ.
უბრალოდ მე საზღვრებსაც გიწესებ, მაგრამ ამასაც სიყვარულით ვაკეთებ და მაშინაც გაგრძნობინებ, რომ ასე ვთქვათ, თუ რაღაც ქცევა არ მომეწონა, მიგითითებ ამ ქცევაზე და მაინც გეტყვი, რომ იცი რა, მე შენ ესე მიყვარხარ, ხო? და ხშირად პიროვნებაზე ხდება ხოლმე შეხება, კრიტიკა, ხო? საერთოდ კრიტიკაც ძალიან ისეთი არც უნდა ვაკრიტიკოთ ბავშვები. შეიძლება რომ ქცევაზე მივუთითოთ, მაგრამ კრიტიკა უკვე შეფასებაა და ძალიან მძაფრი, ხო, ემოციურად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მივუდგებით რა რეაქციას გამოვხატავთ და ქცევაზე მივუთითებ. მე რომ არ მომწონს, თუ აი შენ პიროვნულად რაღაცა უყურადღებო ხარ და ასე შევაფასებ, მივაწებებ ამ რაღაცა შეფასებას მას. მარიამ, რატომ არის რომ უფრო ხშირად აი ეს ნეგატიური კომენტარები გვამახსოვრდება და კრიტიკას უფრო სწრაფად ვიჯერებთ? აი სიტყვაზე, ჩემი მაგალითზე ავიღებ ისევ, რომ ახლა როდესაც ეს პოდკასტი დაიდება და ხალხი უყურებს, მაგალითად შესაძლებელია ნაწილმა თქვას, რომ ვაიმე მარიამ, რა კარგად იყავი ეკრანზე, მაგრამ ნაწილმა მითხრას, რომ ვაიმე არა, პირიქით. მე რატომ დავიჯერებ აი იმ ნაწილისა სიტყვაზე უფრო მეტად და უფრო სწრაფად რომელმაც მითხარო თქვა და აი რაც უდად გამოიყურებოდი, ვიდრე იმ ნაწილისაც, რომელმაც თქვა ჩემაქო და კომპლიმენტი მითხრა. აი რატომ ხდება ასე ადამიანში? ზოგადად ნეგატიურს არა მარტო სიტყვას მოვლენასაც უფრო სწრაფად და კარგად ვიმახსოვრებთ, ვიდრე რაღაც დადებით მოვლენებს. რატო ხდება ხოლმე, რომ ადამიანს შეიძლება რომელიც მუდმივად კარგად გვექცევა, რაღაცა დაგვავიწყდეს და ერთხელ როცა ცუდად მოგვექცევა ან რაღაცა შეცდომას დაუშვებს, ეგ აღარ დაგვავიწყდეს. ეს არის უბრალოდ ტვინის ევოლუციური მექანიკური მექანიზმი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევოლუციურად ადამიანისთვის, რომ მარტივად და სწრაფად შეემჩნია საფრთხე. ამ დროს კრიტიკასაც შეენიშნასაც ადამიანი საფრთხე დაღიქვავს და შეიძლება ვერც კი განასხვაოს ტვინმა, შენ უკან ლომი მოგზდევს თუ ვიღაცა გაკრიტიკებს. და როდესაც ეს საფრთხე დაღიქმება შენთვის, ის ორიენტირებულია, რომ აი რაღაცა ბრძოლის რეჟიმი ჩართოს შენში და ამიტომ უფრო ყურადღებით ეკიდება და უფრო მეტად იმახსოვრებს, ხო? და რაც შეეხება იმას, რომ რატომ ვიჯერებთ კრიტიკას უფრო მეტად, აქაც რა თქმა უნდა ისეც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. მაგალითად, ვინ გაკრიტიკებს, ვინ გეუბნება, ვიღაცა უცხო თუ ვიღაცა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომლის აზრით შენ ძალიან გაინტერესებს. რა თქმა უნდა, როცა მნიშვნელოვანი ადამიანი გეუბნება, უფრო დიდი ალბათობა, რომ თუ არ დაიჯერებ, შეგეხება და გეწყინება მაინც, ხო? და ვიღაცაზე შეიძლება რეაქცია არც გქონდეს. ვიღაცას შეიძლება ვიღაცაზეც გქონდეს რეაქცია. და აქ უკვე მივდივართ იქამდე, რომ რეალურად რა ხდება შენს შიგნით. კრიტიკა არის გარე ფაქტორი, რომელიც ჩემს შინაგანს ეხმიანება. ანუ ჩემს შიგნით თუ არის გარკვეული შიში ან ეჭვი, საკუთარ თავზე დაეჭვება, ხო? ანუ არ არის მყარი, ხო, რწმენა საკუთარ თავში. ამ შემთხვევაში ეს მე უფრო მეტად შემეხება და უფრო მეტად არის ალბათობა იმისა, რომ მე ამ კრიტიკას დავიჯერებ და მივიღებ, რომ ხო, აი ეს სიმართლეა. ალბათ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი ენიჭება საზოგადოებასაც და მით უმეტეს, რომ დღესდღეობით ინტერნეტს ივცეს ჩვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკავია. არ შემიძლია არ შევეხო საზოგადოებრივ სტანდარტებს. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვნახულობთ ინტერნეტში სხვადასხვა ფოტოებს, ვიდეოებს, ხო, აი ლამაზ კადრებს და იმ წუთასვე ვიწყებთ, რომ ესე იგი ეს არის სტანდარტი და ჩვენ თავს ვადარებთ სხვას, ანუ ასეთები უნდა ვიყოთ. აი რატომ ხდება ეს აი ჩვენს ყოველდღიურობაში? ხო, სტანდარტებს გვახვევს თავზე საზოგადოება, განსაკუთრებით სოციალური ქსელები. ფაქტობრივად სოციალურ ქსელში მუდმივად ეს ხდება, ხო, რაღაცა იდეალური ხატი ვიღაცის ცხოვრების, ვიღაცის გარეგნობის და ადამიანს აქ ესეთი სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება რომ საკუთარი თავი შეაფასოს და ამას შეიძლება აკეთებდეს სხვებთან შედარების ხარჯზე. ანუ გაიგოს, რამდენად ჭკვიანი ხარ, რამდენად ლამაზი ხარ, რამდენად კარგი ხარ და სხვა შეიძლება გახდეს ინდიკატორი ამ შეფასების. მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება ის, რომ და კვლევებიც არსებობს რეალურად, რომ სოციალური ქსელები კავშირშია, ასე ვთქვათ, და აქვს კავშირი თვით შეფასებასთან და ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს. იმიტომ რომ ჩვენ გვავიწყდება, რომ სოციალურ ქსელში ადამიანები, ინფლუენსერები დღეს ძალიან ისეთი ის არის, ხო, თემა, სადაც მუდმივად ვუყურებთ მათ ცხოვრებას და მათ გაფილტრულ მხარეს ოღონდ, ხო? და ეს გვავიწყდება, რომ აქ მოცემული ინფორმაცია არის ფილტრირებული, ეს არ არის აბსოლუტური რეალობა და ამის უკან ჩვენ არ ვიცით რა დგას. არ ვიცით რაღაცა
ყოველთვის რომ ლამაზად გამობრენჭულ გამოწყობილ ადამიანს უყურებთ ეკრანზე, სახლში როგორ დადის? ამ დროს შენ შეიძლება სახლში დადიხარ რაღაც აჩიჩილით, მებით და მერე გექმნება დისკომფორტი რო ადარებ, რომ მეც მინდა რომ ესე ვიყო. ამიტომ პირველ რიგში ის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არ არის ის რეალობა, რასაც უყურებთ და ხედავთ იმ მხარეს, რომელიც მათ უნდათ, რომ ჩვენთვის მოეწოდებინათ და ეს შედარების მომენტიც თუ უკვე ხდება მუდმივი და არარეალისტური ანუ არარეალისტურში გულისხმობ იმას, რომ მაგალითად ვადარებ ისეთ ადამიანს თავს, რომელთანაც საერთოდ აბსოლუტურად არაფერი მაქვს და მინდა რომ ისეთი გავხდე, ხო ეს უკვე ძალიან აზიანებს თვით შეფასებას და ურტყავს. კი, ანუ აი მუდმივ არა შევაჯამოთ მუდმივ შედარება შეუძლია რომ დააზიანოს და იმოქმედოს ჩვენ თვით შეფასებაზე, ხომ ესე არის. შედარებაზე ერთი კარგი ექსპერიმენტი გამახსენდა და მინდა რომ მოვიყვანო, მგონი რომ საინტერესო იქნება. მოკლედ სკოლებში ჩატარდა ეს ექსპერიმენტი კლასებში, სადაც ახლა ყოველთვის ხვდებით ხოლმე რომ ერთმანეთს ადარებენ ბავშვებს, ხო? მათ ქულებს, მათ შედეგებს, ვინ უფრო პირველია, ვინ უფრო მეტად განვითარდა, წავიდა წინ და ასე შემდგომ. და ჩატარდა რამდენიმე ესეთი ექსპერიმენტი, სადაც ცდილობდნენ რომ მაქსიმალურად ამოიღოთ ერთმანეთთან შედარება, აღარ აგებინებდნენ ერთმანეთის შედეგებს და ასე შემდგომ, ანუ ერთმანეთს არ ადარებდნენ ბავშვებს და ფოკუსირება გაკეთდა იმაზე, რომ ბავშვს საკუთარი თავი შეედარებინა საკუთარ წინა შედეგთან. ანუ გუშინ როგორ ვიყავი, რა გავაკეთე, რამდენი შევძელი და დღეს როგორი ვარ. და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგი შედეგები დაიდო და აბსოლუტურად ყველა ბავშვს იმასაც კი, ვისაც мотиваცია ნაკლები ჰქონდა, აუმაღლდა мотиваცია, შეუყვარდა სწავლა და ასე ვთქვათ, თვით ეფექტურობა ძალიან გაზარდა. ამიტომ მეც ვფიქრობ, რომ შედარება არის ის, რაც შენ გკლავს, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ანუ სხვა სადარებ და ვერასდროს ვერ იქნები, შენ სხვა. შენ ხარ უნიკალური ადამიანი და ერთადერთი რაც შეგიძლია რომ გააკეთო იმისთვის, რომ ჯანსაღად იგრძნო და კარგად თავი არის ის, რომ აი გუშინ ვინ იყავი, იმას შეადარა თავი. ძალიან სწორი სვლა არის ნამდვილად. მარიამ, ბევრი კომპლექსები ვახსენეთ დასაწყისშიც და ახლა მინდა რომ ალბათ ყველაზე ხშირად სწორედ აი ამ საზოგადოებრივი სტანდარტებიდან გამომდინარე ადამიანს უყალიბდება გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები, ხო? და ძალიან მაინტერესებს, აი მაგალითად ადამიანს შესაძლებელია არ მოსწონდეს სიტყვაზე საკუთარი გარეგნობის ან სხეულის რომელიმე ნაწილი, თუნდაც აი მაგალითად ცხვირი, ხო? მაგრამ ისიც თავის წარმოსახვაში. სხვისთვის შესაძლებელია, რომ ის ძალიან ლამაზი იყოს. რატომ არის ხოლმე და რატომ ხდება, რომ მაინც და მაინც ფოკუსირდებით იმაზე, რაც ჩვენში არ მოგწონს, ვიდრე იმაზე, რომ მაგალითად რაღაცა კარგი სხეული მაქვს, რომ აი ამაზე ვფოკუსირდი, აი რატომ ხდება ხოლმე ასე? ანუ იმ მხარეზე ნაკლზე რომელზეც კი, უფრო მეტად ნაკლზე ვართ გადართულები და ესე იგი, რადგან არ გვაქვს აი ეს კარგი, ესე იგი, მთლიანად ცუდი ვართ, ვიდრე ის რომ შესაძლებელია უმეტესი ნაწილი კარგი გქონდეს, მაგრამ ეს ჩვენთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავდეს. ხო, რაღაც დოზით შეიძლება ისე ვიგდაუბრუნდეთ, რომ ეს რაღაც საფრთხეა ჩვენთვის ის, რაც ნახეთ, რასაც ნაკლად აღვიქვავ, ხო? ჩემთვის საფრთხეა, იმიტომ რომ იქმნის საფრთხეს იმ მხრივ, რამდენად მისაღები მოსაწონი ვიქნები. ერთი ეს არის და მეორე, ერთი ექსპერიმენტი თუ შეიძლება რომ გავაკეთოთ კალამი და ფურცელი დავჭირდება. მაქვს თან და მოგცე. აი მოკლედ. აი ხა შენ მინდა რომ მითხრა რას ხედავ ამ ფურცელზე. პატარა წერტილს. კიდევ? გარშემო სივრცეს. ნახე, პირველი რაც შენ ახსენე, ეს იყო პატარა წერტილი და კიდე სწრაფად გადახვედი გარშემო სივრცეზე, რაც კარგია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ამ ექსპერიმენტს ვაკეთებთ ხოლმე, ანუ ამბობენ, რომ აი არაფერი. და შავი წერტილი რაღაცა პატარა, რომელიც აი ამ ხელა ფურცელზე არის ძალიან მინიმალური ზომის, ხო? და ესეა ჩვენი გონებაც მოწყობილი, რომ ფოკუს, ანუ ყურადღების ფოკუს საითაც გადავიტანთ, ის გვეჩვენება მხოლოდ თუნდაც ან ერთადერთი ან ძალიან გაზრდილი და ძალიან ძლიერი, ანუ ვადიდებთ ამას ჩვენს გონებაში. და შესაბამისად, აი იმას, რაც ამის გარშემო, რო წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ის მხარე, რომელიც ჩვენ არ მოგწონს ჩვენს თავში, ამის გარშემო გვაქვს უამრავი რესურსი, უამრავი ძალა, უამრავი შესაძლებლობა, უამრავი დადებითი მხარე. მაგრამ თუ შენ ამაზე ხარ ორიენტირებული და მუდმივად ამას უყურებ, ძალიან გაგიჭირდება მიუხედავად ამ თეთრი სივრცის სიდიდისა, შენ დაინახო და შეამჩნიო ეს თეთრი სივრცე. და აი როგორც ახლა მეორე კითხვით მე
შენ დაგიხმარე და მიგიყვანე პასუხამდე, რომ ეს თეთრი სივრცეც შეგენიშნა და აღგენიშნა, ასე ხდება თუნდაც თერაპიას, როდესაც გადის ადამიანი, ამ დროს თერაპევტი ცდილობს რომ დაანახოს და ყურადღების ფოკუსი გადაიტანოს აქეთ. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ეს უნდა ვუარყოთ, არ მოგწონს. პირიქით უნდა მივიღოთ ესეც ამიანად, და მთელი ფურცელი უნდა მივიღოთ, ესე რომ ვთქვათ და ამ დროს უკვე ნელ-ნელა ფოკუსი გადადის აი ამ დადებით რესურსებზე და მხარეზე. აი ეს არის ალბათ იმის პასუხიც, რომ რეალურად იდეა იყო ის, რომ ჩვენში შესაძლებელია ეს რაღაცა ცუდი იყოს ძალიან პატარა ზომით, თუმცა იმდენად ფოკუსირდებოდეთ ჩვენ ამ უარყოფითზე, რომ მთლიანი კარგი სურათი გადავფაროთ, ხო სწორად გავიგე? კი, აი არ ვიცი, მეც მქონია გამოცდილებაში შეიძლება შენც და ძალიან ბევრ ადამიანს, რომ რაღაც რომ არ მოგწონს შენს თავში და დადიხარ საზოგადოებაში, შეიძლება გეგონოს, რომ ამას ყველა ხედავს. კი, ამჩნევს იმ წუთას მგონია, რომ კი. ამ დროს ჩვენ უბრალოდ ადამიანები იმდენად ეგოცენტრულები ვართ და იმდენად საკუთარი თავით ვართ დაკავებულები, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ესეა ჩვენს გარშემო. არავის არ ცალია რეალურად ჩვენთვის და შენ რო ლოყაზე პატარა წერტილს ხედავ და გგონია, რომ ეს რაღაცა გიგანტურად აღიქმება სხვების თვალიდან, საერთოდ ვერ ამჩნევენ და რამდენია ისეთი შემთხვევა, როდესაც გეუბნება, რომ აი ეს ვაიმე როგორ არ მომწონს, ან როგორი უშნო რაღაც ნაწილი მაქვს და ამ დროს საერთოდ არ შეგიმჩნევია ეს, ხო? პირიქით, ხო, სხვისთვის. ანუ შესაბამისად შესაძლებელი არის რაღაცა მქონდეს ნაკლი, რომელსაც მე ვამჩნევ, მაგრამ სხვებისთვის საერთოდ შეუმჩნეველი იყოს, ხო? ძირითადად შენ ამჩნევ, უფრო გამძაფრებულად. და შესაძლებელია რომ ვუბიძგებს სხვასაც, რომ მაგალითად შეამჩნიოს, როცა მისთვის ეს სავსებით ნორმალური არის მაგალითად. აი ვუბიძგებ ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ვანახებ რა რაღაცა არ მომწონს და ესე იგი ეს მართლა ცუდი მაქვს. ანუ მარიამ შესაბამისად შესაძლებელი ესეთი შემთხვევა იყოს, რომ აი ვიღაცისთვის მე ვიყო მაგალითად ძალიან ლამაზი, თუმცა საკუთარ თავს ესე არ აღვიქვამდე, ხო? ანუ ეს უკვე ესეც თავდაუჯერებლობა გამოდის საკუთარ თავში, ხო? რა თქმა უნდა, ესეც თვითშეფასების, ასე ვთქვათ, არაჯანსაღი თვითშეფასება, როცა რეალურად ვერ აღვიქვავ საკუთარ თავს და აი ვიტყოდი, რომ შესაძლებელია, იმიტომ რომ ნახეთ, სარკეში ჩვენს თვითშეფასებას არ ვხედავთ. სარკეში არ ჩანს, ეს ჩანს ფსიქიკაში. და როგორ ლამაზადაც არ უნდა მოვეჩვენოთ ადამიანებს და რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ აი ძალიან ლამაზი ხარ, კარგი ხარ. შენ თუ არ გაქვს შინაგანი რწმენა, რომ შენ საკმარისად კარგი ხარ, კარგად გამოიყურები და ანუ არ იღებს საკუთარ თავს, ამას ვერავინ დაგაჯერებს და ვერაფერი. ვერც სარკეში ჩახედო, ვერც სხვისი ქება. ნუ შეიძლება რაღაც დოზით იგრძნო კმაყოფილება და რო შეგაქებენ, მოგეწონოს, ხო, პირიქით, რაღაცა. კარგად იგრძნო მაგ დროს თავი, მაგრამ თუ ეს შინაგანი რწმენა არ გაქვს, რა თქმა უნდა, ამას ვერ დაინახავ. ან თუნდაც სხვა მაგალითად რომ მითხრას, რომ რაღაცა არ მომწონს შენში და ის სიტყვაზე რაღაცა ეს კონკრეტული ნაწილი, მე თუ თქვა შინაგანი რწმენა მაქვს, თავარია მქონდეს შინაგანი რწმენა, რომ მე კარგი ვარ და ასე ვთქვათ, ამ უარყოფით და ნეგატიურ იმას სიტყვებს არ მევაქციო ყურადღება, ხო? რეალურად ვიღებდე რა, რაც ვარ. რეალურად კი. ხო, ვიღაცამ რომ მითხრას ხა არ მომწონს. ნუ არ მოგწონს, ოკეია, ხო? ნორმალურია, რომ არის რომ მე მქონდეს ჩემი შინაგანი რწმენა, რომელიც დამეხმარება, რომ ამას ყურადღება არ მივაქციო. აქედან გამომდინარე, აი მაინტერესებს, რატომ ხდება ხოლმე, რომ ხშირია ხა სოციალებშიც ისედაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, რომ ადამიანები ერთმანეთს აკრიტიკებენ, აკნინებენ. აი რა მოქმედებს ამაზე, რა აიძულებთ ადამიანებს, რომ ეს გააკეთონ? ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, მაგრამ თუ თვითშეფასებას დაუბრუნდებით და ამ კუთხიდან გადმოვხედავთ და ამ საკითხიდან, ხშირად ასეთი ადამიანების უკან, ანუ მე თუ ვცდილობ რომ სხვა დავაკნინო, დავამცირო, ეს არის ჩემი მცდელობა, რომ საკუთარი არასრულფასოვნების განცდა გადავფარო სხვის იღირებულების შემცირებით, ვცდილობ რომ ჩემი გავზარდო. და ესეთი რაღაცის უკან ხშირ შემთხვევაში და ძირითადად იმალება ხოლმე ზუსტად ეს არასრულფასოვნების განცდა. და შეიძლება მოგვეჩვენოს ესეთი ადამიანი, რომ ძალიან თავდაჯერებულია, აი როგორც წინაზე ვთქვით, რომ რაღაცა მოგვატყუოს, თუნდაც იმან რომ აი გაბედა და სხვა გააკრიტიკა რაღაცნაირად თითქოს გვაგრძნობინებს, რომ ძალიან თავდაჯერებულია, მაგრამ რეალურად ამის უკან სხვა რაღაც იმალება ხოლმე. მარიამ, ძალიან მინდა ვისაუბროთ ახლა უკვე პარტნიორულ და აი სასიყვარულო ურთიერთობაზე და მეგობრობაზე, იმიტომ რომ ამას ესე ვერ დავტოვებ, როდესაც კომპლექსებზე ვსაუბრობთ. როგორც თქვით,
ყველა ნაწილზე აისახება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ეს კომპლექსები, ეს ნეგატიური კომენტარები. როგორ აისახება ეს პარტნიორულ, სასიყვარულო ურთიერთობაზე, თუნდაც მეგობრობაზე. აი მაგალითისთვის მინდა ვთქვა, რომ სიტყვაზე მაგალითად ბიჭის თავაზობს გოგო შეხვედრას, თუმცა გოგო იკავებს თავს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავში არის თავდაუჯერებელი, ფიქრობს, რომ არ არის საკმარისად მაგალითად ლამაზი, კარგი და თვლის, რომ ამ შეხვედრის შედეგად შესაძლებელია პირიქით არა წინ წაწიოს ეს ურთიერთობა, არამედ პირიქით ამ ბიჭმა დაასრულოს, იმიტომ რომ მასაც არ მოეწონოს. ან აი მეგობრობის მაგალითი რომ ავიღოთ, ვთქვათ, მეგობრულ წრეში გვიჭირს აზრის დაფიქსირება არა იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრები ცუდები არიან, არამედ იმიტომ, რომ ვაიდა არ დაგვეთანხმონ, ხო არ მოეწონოთ, არ გაიზიარონ ჩვენი აზრი. აი როგორ მოქმედებს ეს კომპლექსები ასეთ სიტუაციებზე? ხო, რა თქმა უნდა. მოქმედებს და გავლენას ახდენს ურთიერთობებზე და სიყვარულსაც, სიყვარულის უნარსაც ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ თუ რა არის სიყვარული ურთიერთობაში, რომ ჯანსაღი ურთიერთობა რომ იყოს და ჯანსაღი სიყვარული რომ იყოს, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ორი ზრდასრული ადამიანი საკუთარ თავთან იყოს პირველ რიგში ჰარმონიაში და ასე ვთქვათ, იყოს პასუხისმგებელი საკუთარ თავზე. და რას გულისხმობ პასუხისმგებლობაში? ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ ამ ტრამვებზე და ძალიან გავრცელებულია ესეც, რომ აი ტრამვა მაქვს და ამიტომ ვარ ესე და ამიტომ ვარ ესე და ამიტომ. ეს კი გასაგებია მართლა, ყველანი ვართ ტრამვირებულები, ესე რომ ვთქვათ და გვაქვს რაღაცა დავატარებთ ამ ტრამვას, მაგრამ ეხლა ხარ დიდი, ზრდასრული ხარ. შენ გაქვს ძალა, შენ გაქვს რესურსები, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა დროა იყო საკუთარ თავზე იმისთვის, რომ ისევ იქ არ იყო. ხო, გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან. იცხოვრო, შეირგო ცხოვრება, იყო ჯანსაღად, ხო? ამას პასუხისმგებლობის აღება სჭირდება და ურთიერთობაშიც თუ ეს პასუხისმგებლობა არ არის საკუთარ თავზე აღებული, ხო? არ არის საკუთარი მხარე დამუშავებული. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კომპლექსები ძალიან დიდ გავლენას ახდენს, იმიტომ რომ მე თუ საკუთარ თავთან არ ვარ ჰარმონიაში, ვერც შენთან ვერ ვიქნები ჰარმონიაში და შენ როგორც თქვი, რომ ის თუნდაც ვერ უნახავ ადამიანს და არ ჩამომიყალიბდება გულწრფელი ურთიერთობა. შეიძლება იჭვიანობა იყოს, ხო? იმიტომ რომ მე თუ არ ვთვლი საკუთარ თავს ლამაზად, კარგად, შეიძლება მეშინოდეს, რომ ვიღაც ჩემზე ლამაზი ან კარგი თუ გამოჩნდება, დავკარგავ პარტნიორს. შეიძლება მუდმივი აღიარების მოთხოვნა იყოს პარტნიორისგან და რა ვიცი, სიყვარულს გამოხატავს ადამიანი, მაგრამ მაინც ვერ უგრძნობ და იმიტომ რომ მე რეალურად მეტი მჭირდება, რომ აღიარონ, სხვა გზა მჭირდება და მსგავსი პრობლემები, რომლებიც მე უკვე რა თქმა უნდა კონფლიქტს ქმნის ურთიერთობაში რაღაც სახით. ანუ ლოგიკურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთმა სიტუაციამ და კომპლექსებმა ეჭვიანობა შესაძლებელია გამოიწვიოს, როცა მაგალითად ერთი ადამიანი ერთი მხარე თვლის, რომ არ არის საკმარისად კარგი, ხო? და აქვს ძალიან ძლიერი კომპლექსები, სწორედ ამიტომ ხდება, რომ ვითარდება პრობლემები როგორც პარტნიორულ, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში. მარიამ, მივედექით ძალიან საინტერესო კითხვას, რომელსაც ალბათ ბევრი ელოდება და ამაზე პასუხიც ძალიან ბევრს აინტერესებს. შესაძლებელია თუ არა აი კომპლექსების ბოლომდე გადალახვა და თუ არის შესაძლებელი აი რა შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი ან როგორ უნდა დავიწყოთ რომ ეს ყველაფერი ესე ვთქვათ დავამერცხოთ და მასზე გავიმარჯვოთ. შესაძლებელია მინიმუმამდე დაყვანა, ანუ რას გულისხმობ, რომ რეალურად რამდენადაც მაწუხებს და ხელს მიშლის ეს ყველაფერი. აი მაგალითად თერაპია რა შეხმარება, ხო, რომ მე ვიცადო, რომ კომპლექსებს არ მივცე საშუალება, რომ მათ მართონ ჩემი ცხოვრება. და ეს ზუსტად ეს პასუხისმგებლობის აღება, რომ მე დავიწყებ ჩემი ცხოვრების მართვას და არა ჩემი კომპლექსი ან ჩემი ტრამვა. და ასე ვთქვათ, გადავხარშო, გავაცნობიერო ეს ყველაფერი. პირველი ნაბიჯი არის პირველ რიგში ვიტყოდი, რომ აღიარება. რომ მე რაღაც სირთულის წინაშე ვდგავარ. მე თუ არ მინდა და მე თუ არ ვაღიარებ, რომ ეხლა რაღაცა პრობლემა, ესე სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ რაღაც პრობლემა მიდგას, რომელიც უნდა გადავჭრა, ხო? აი თუნდაც ადამიანებზე რომ ვისაუბრეთ, რომლებიც ხვებს აკრიტიკებენ, ამცირებენ საკუთარი, ასე ვთქვათ, ეგოს ასამაღლებლად, ასეთ ადამიანებს ხშირად რომ მკითხო, ისინი ჩათვლიან, რომ მათ არ აქვთ არასრულფასოვნების განცდა და არ აღიარებენ ამას და მე თუ არ ვაღიარე ჩემი პრობლემა, ამ შემთხვევაში მე ვერასოდეს ვერ გადავლახავ მას, ხო? ამიტომ პირველი არის ნაბიჯი იმის, რომ შევამჩნიო და ვაღიარო. და მერე გაცნობიერება უკვე, რომ გავაცნობიერო, საიდან მოდის, ანუ ეს მე რომ შიგნიდან რაღაც ხმა მაკრიტიკებს და მეუბნება, რომ ეხა არ გამოგივა, არ ხარ საკმარისად კარგი, ჩემი სიტყვებია ეს, მე
მე ვამბობ ამას რეალურად თუ რაღაცა მოდის გამოცდილებიდან და ეხა აღარ მჭირდება, მოდი გადავდებ, გადავაფასებ და შევცვლი ამ სიტყვებს. ანუ რეალურად რა დაბრკოლებებს გადიან, ანუ აი რა სირთულეებს ხვდებიან ადამიანები ამ გასავლელ გზაზე? აი თავარი სირთულე რა არის ამ პროცესში? საკმაოდ რთულია. პირველ რიგში აღიარებაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს ძალიან გვიჭირს ადამიანებს. ჩვენ ყველანი კარგები ვართ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ყოველთვის სხვას აქვს პრობლემა. ხო, ეს არის ერთ-ერთი აღიარება და მე უკვე რაცა გაცნობიერებას სჭირდება ძალიან დიდი ძალის ხმევა და ამაში ეხმარება ზუსტად თერაპევტი, რომ სხვადასხვა შეკითხვებით, სწორი მიმართულებით გააცნობიეროს, საიდან მოდის ეს ყველაფერი და მე უკვე ესე ვთქვათ, შეიძლება ვარჯიში დავარქვათ ამ ყველაფერს, რომ რაღაცა ვეცადო, რომ აი ჩემი ის შინაარსები, რომლებიც მაქვს, ეხა გადავაფასო, გადავასხვაფერო და არ არის მარტივი, იმიტომ რომ ამდენი წელი, არ ვიცი, ხარ მაგალითად 25 წლის, 25 წელი ამით ცხოვრე და ეხა შენ გინდა რომ უცებ შეცვალო ეს ყველაფერი და ნამდვილად არ არის მარტივი, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, თუ სწორ გზას დავადგებით, მე უკვე ნელ-ნელა თავისით მიდის ეს პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავდგათ ეგ ნაბიჯი. პირველი ნაბიჯი. მარიამ, ჩვენ ვერ შევცვლით რეალობას, ვერ შევცვლით საზოგადოებრივ სტანდარტებს, მოგვიწევს ინტერნეტ სივრცეში ყოველდღიურად ფოტოების, ვიდეოების ნახვა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და ის სწორედ ამ გარემოში როგორ შეგვიძლია რომ ჩვენი თვით შეფასება გავზარდოთ? ხო, ამას ვერ შევცვლით, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება შეგვიძლია სამაგიეროდ შევცვალოთ და გავახსენოთ ჩვენ თავს, რომ ეს არ არის რაღაცა იდეალურიც არაფერი არსებობს ამ ქვეყნად და ასე ვთქვათ, ეს მოცემულობაც, რასაც სოციალური ქსელი თუ სტანდარტები, რასაც გვაძლევს, იცი რა, ადამიანის სტანდარტზე ბევრად უფრო დიდია და მაღალი რაღაცაა. შენ ვერ მოერგები სტანდარტს, იმიტომ რომ ყველანი არასტანდარტულად უნიკალურები ვართ და როგორ გინდა რომ რაღაცა სტანდარტში ჩაჯდე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გავაცნობიეროთ, შევახსენოთ საკუთარ თავს და ესე რომ ვთქვათ, თვით შეფასების ასამაღლებლად უამრავი რაღაცა შეგხვდება გარშემო ტექნიკები, რაღაცა რჩევები, საკითხები, რომ აი ეს გააკეთე, ეს გააკეთე. მაგრამ მე მაინც მგონია რომ ადამიანი იკურნება ურთიერთობების პროცესში. ურთიერთობაში იკურნება ადამიანი და რატო? იმიტომ რომ უპირობო სიყვარულზე ვსაუბრობდით, ხო, უპირობო მიმღებლობაზე და ჩემი თვით შეფასება რომ იყოს ჯანსაღი, უნდა ვგრძნობდე, ანუ ზრდასრულ, არა მარტო ბავშვს, ზრდასრულ ადამიანსაც გვინდა, რომ უპირობოდ მიგვიღონ და ვუყვარდეთ. სოციალური არსებები ვართ და ჩვენ ამის გარეშე ფიზიკურად არ შეგვიძლია ჩვენი ბაზისური მოთხოვნილება. აქედან გამომდინარე, ურთიერთობებიდან გაქცევა ხშირად არის ხოლმე ის შემთხვევა, როდესაც ასე ვთქვათ, აი ერთხელ თუ რაღაცა ვერ გამოვიდა, გავიქცევი და მე აღარ მინდა. არა დაგჭირდება, იმიტომ რომ ურთიერთობაში ხდება ამ ყოველფრის განახლება. მთავარია ვიპოვოთ ის ურთიერთობა, სადაც ჩვენ ამას ვიგრძნობთ, რომ უპირობოდ ვუყვარვართ და ამაზე გამახსენდა ერთ-ერთი ფსიქოთერაპევტის кейსი, რომელიც გვიყვებოდა თავის кейს შემთხვევაზე, სადაც მასთან დადიოდა თერაპიაზე ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ესეთი არაჯანსაღი თვით შეფასება და კრიტიკოსი ხმები მუდმივად აწუხებდნენ. ეს კრიტიკული ხმები შიგნიდან მუდმივად აკრიტიკებდნენ, მშობლების სიტყვები ამოუტიტივდებოდა ხოლმე და საკუთარ თავს ეუბნებოდა ამას ძალიან ხშირად. და თერაპიის გავლის პროცესში, როდესაც ერთ-ერთ შემთხვევაში, ერთ-ერთ სიტუაციაში კიდევ ერთხელ ამოუტივტივდა ეს სიტყვები, მშობლის სიტყვები და ტრიალებდა გონებაში, უცებ ამოყო თავი ფსიქოთერაპევტის ხმამ და ჩააჩუმა ეს ყველაფერი. ამიტომ თუ მინიმუმ ვერ პოულობთ ისეთ ადამიანს, რომელთანაც ვგრძნობთ ამ უპირობო განცდას, შეიძლება მინიმუმ ფსიქოთერაპევტი იყოს ეს ადამიანი, ვისთანაც ამ უპირობო მიმღებლობას ვიგრძნობთ. და ვის დაგხმარება. ამიტომ ფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, რაღაცა ისეთი ტექნიკები, რომელიც ამ ყველაფერს ეხმარება. მარიამ, მინდა გთხოვო ასეთი რაღაც, თუ შეგიძლია, რომ ჩვენს მაყურებელს გაუძლო, ალბათ ძალიან აინტერესებს, აი ყოველდღიური პრაქტიკული რჩევები ამ ყველაფრისთვის. კი ბატონო. ხო, რაც შეეხება პრაქტიკულ რჩევებს, აი პირველ რიგში მაშინ დავიწყებ იმით, რომ ეს კრიტიკულ ხმას რადგან შევეხეთ, ხშირ შემთხვევაში რა ხდება, რომ საკუთარ თავს რაღაცებს ვეუბნებით, რომელიც არ არის ჩვენი, ხო?
რომ რაღაც არ გამოგივა, ვერ შეძლებ შეცდომა დაუშვი და რასულელი ხარ ეგ როგორ მოგივიდა და ეს არის ხოლმე ერთ-ერთი ასე ვთქვათ მეთოდი, რომლითაც შეიძლება რომ ამასთან მუშაობა დავიწყოთ, რომ შევამჩნიოთ პირველ რიგში რას ვეუბნებით ჩვენ თავს და დავფიქრდეთ, ეხლა ჩემს წირო ჩემი მეგობარი იყოს და მან რო დაუშვას შეცდომა, მე ხა ამ სიტყვებს ვეტყოდი, მას ასე დავუჭერდი მხარს. თუ პირიქით რაღაცა მხარდამჭერ სიტყვას მოტივაციის მიმცემს მოვძებნიდი და მე უკვე საკუთარ თავთანაც ეს დიალოგი უნდა შევცვალოთ, ჩავანაცვლოთ ეს კრიტიკული ხმები, ხო მომივიდა მითხრა, ხო, ჩემმა რაღაცა შინაგანმა, რომ აი რა გააკეთე ეს. კარგი მითხრა, მივიღო, მაგრამ მოდი ახლა ჩავანაცვლო მხარდამჭერი ხმით და როგორც საუკეთესო მეგობარს და ჩემთვის საყვარელ ადამიანს ვეტყოდი რაღაცას, ისე დავუწყო საკუთარ თავს ისეთი ფრაზებით საუბარი. გარდა ამისა, ძალიან კარგი ტექნიკაა ვიზუალიზაცია, რომელიც აი მაგალითად რაღაც ხვალ გაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა და ნერვიულობ შფოთავ. შეიძლება რომ წინასწარ წარმოიდგინო, რაც უფრო ხშირად და რაც უფრო დიდ დროს დაუთმობა მას ძალიან კარგი იქნება, რომ მაგალითად როგორ ყველაფერი დეტალურად, აი როგორ ვიჯდები, როგორ ვისაუბრებ, როგორი თავდაჯერებული ვიქნები, ამას წარმოვიდგენ. როგორია ზოგადად ჩემთვის თავდაჯერებული, ხო? ან პოზა, ან დგომა, ან საუბრის მანერა, როგორი მშვიდი ვარ, ამასაც წარმოვიდგენ და ჩემს ტვინს ამით ვაჯერებ, რომ ეს უკვე მოხდა რაღაც დოზით და შეიძლება მნიშვნელოვნად შემიმციროს შფოთვა მაგალითად მეორე დღეს ამან. კიდევ არსებობს რაღაცა ესეთი ლიდერული პოზა, რასაც ეძახიან, რომ წელში გამართული და ასე ვთქვათ, რაღაცა მხრები ესე ჩამშობილი იჯდე, იდგე და რაღაცა თუნდაც სადმე რო გადიხარ, რამდენიმე წუთით ეს წელში გაიმართო და თავი აწიო. იმიტომ რომ ნახეთ, კი რაღაცნაირად გვეჩვენება ეს ყველაფერი, მაგრამ კი შიგნიდან, როცა ადამიანს არ არის, როცა ადამიანი არ არის თავდაჯერებული, ჩვენ ამას რომ ვუყურებთ სხეულზე ვგრძნობთ, ხო? აირეკლება. ანალოგიურად, როგორც შინაგანი მოქმედებს გარეგანზე, გარეგნული მხარეც მოქმედებს შინაგანზე. ამიტომ შენ თუ რაღაცა გარეგნულადაც ეცდები, რომ რაღაცები შეცვალო, ესეც დაგეხმარება. ვერ ვიტყვი, რომ ამან მარტო შეიძლება რომ შენ თვითშეფასება აწიოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ვარჯიში საკუთარი მიღწევების აღიარება ყოველდღიურად და თუნდაც დილით რაღაცა გეგმა დაწერო, ოღონდ ესეც შესაბამისი არ არის, რომ ხა 10 რაღაც დავწერო გეგმა და ვიცი, რომ ვერ მოვასწრებ და პირიქით ფრუსტრაცია და იმედგაცრუება გამიჩნდება. არამედ აი ის, რასაც ვიცი, რომ შევძლებ და ბოლოს მონიშნა, რომ შევძელი, ესეც უკვე ძალიან დიდ თვითეფექტურობას აძლევს ადამიანს. ანუ რეალურად მთავარი გამოსავალი არის ჩვენ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, ხო, რომ ამ ყველაფერს არამედ არ გავექცეთ, არამედ ვთქვათ ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ. ძალიან ბრძოლა არ მიყვარს ესე ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ როცა ებრძვი, მაშინ ხო, უბრალოდ ალბათ რომ უფრო გადავლახოთ და ვიმუშაოთ სიტყვაზე, როგორც ძალიან გამიხარდა, რომ მე შევძელი და დღეს რო აქ ვარ და თქვა ეს პოდკასტი იქნება. ვფიქრობ, რომ ეს მართლა ძალიან დიდი გამარჯვება არის ჩემი. ძალიან საინტერესო თემა გამოვიდა და ალბათ შეგვიძლია რომ საათობრივად ვისაუბროთ ამაზე. თუმცა სამწუხაროდ ბოლოსკენ მივდივართ და საუბრის ბოლოს მარიამ აი მინდა რომ ჩვენს მაყურებელს რას ეტყოდი. როგორც ამ თემასთან დაკავშირებით ან ზოგადად. ხო, რაც შეეხება მაყურებელს, ვეტყოდი რომ ძალიან ხშირად ჩვენ ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ საკუთარი თავიდან გარეთ. და ამ დროს გვავიწყდება შინ, რა ხდება. და ვუსურვებდი პირველ რიგში, რომ ეს შინაგანი ჰარმონია ყოფილიყოს ყველასთან და ხშირად პირიქით შინ საკუთარი თავისკენ გვეულოს და ამისთვისაც დაგვეთმოს დრო და რაც შეეხება ამ პოდკასტზე, ვეტყოდი რომ არაჩვეულებრივი წამყვანი, არაჩვეულებრივი იდეებით ძალიან ნიჭერი და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი გამოვა ეს ყველაფერი და აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ეს არხი, უყუროთ და მადლობა შენ ამისთვის რომ ესეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ. პირიქით მადლობა რომ ესეთი ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოგაჩინეთ, ძალიან მიხარია. მართლა ვთვლი რომ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ და საჭირო თემაზე ვისაუბრეთ და ცოტა დრო გქონდა მართალია, მაგრამ ვთვლი რომ იმედია ეს ბევრისთვის მოტივაცია იქნება.
იმიტომ რომ მინდა მეც მიმართო მაყურებელს, რომ ყველას მინდა გვახსოვდეს თუ რამდენად ლამაზები ვართ და ჩვენი სილამაზე ალბათ ჩვენს ინდივიდუალიზმში არის ასე ვთვლი და უნდა მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, უნდა ვირწმუნოთ საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობების და პატარ-პატარა ნაბიჯებით ალბათ ყოველდღიურად ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენი კომპლექსები შევამციროთ, რაც უფრო ასე ვთქვათ ბედნიერს, ლამაზ და თავისუფალს გახდით ჩვენს ცხოვრებას. მარიამ, დიდი მადლობა კიდე ერთხელ რომ იყავით ჩვენი პირველი ეპიზოდის სტუმარი. მადლობა ჩვენს მაყურებელს რომ გვიყურეთ, თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი, დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარები და შეფასებები, იმიტომ რომ თქვენი უკავშირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და გპირდებით მომავალში კიდე ძალიან ბევრ საინტერესო ეპიზოდ, ძალიან საინტერესო თემებით. დროებით.